თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგმა, სემინარიის დეკანმა მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე სახარებისეული მოვლენების იკონოგრაფია და მათი საღვთისმეტყველო სახისმეტყველებითი ასპექტები. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა. სადისერტაციო ნაშრომის დაცვასთან დაკავშირებით გამართულ სხდომას ხელმძღვანელობდა სადისერტაციო საბჭოს თანათავმჯდომარე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზუიადაძე. აღსანიშნავია, რომ ნაშრომი მომზადდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიისტიკის კათედრაზე. სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი გახლავთ თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი დეკანოზი მიქაელ გალდავა. რეცენზენტები არიან სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი დეკანოზი ბიძინა გუნია და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი იოანე ბონდარენკო. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის პროცედურას წარმართავდა სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, დეკანოზი ბიძინა გუნია. სადისერტაციო კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე. სადისერტაციო კომისიის მდივანი გახლდათ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი მარიამ დიდებულიძე. სადისერტაციო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ღვთისმეტყველების სადისერტაციო საბჭოს წევრები, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ზაზა სხირტლაძე, სასულიერო პირები, მეცნიერები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სადისერტაციო საბჭოს თანათავმჯდომარემ, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზუიადაძემ. მან პატივი მიაგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას და ისაუბრა მის განუზომელ ღვაწლზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ერის წინაშე. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის უდიდესი ძალისხმევისა და ავტორიტეტის გარეშე თბილისის სასულიერო აკადემიაში ვერც სადისერტაციო საბჭო შეიქმნებოდა და ვერც დოქტორანტურა დაფუძნდებოდა, აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზუიადაძემ. მან მადლიერება გამოხატა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მიმართ, რომლის ლოცვა კურთხევით დღეს შედგა სადოქტორო ნაშრომის დაცვა. ნაშრომის წარდგენამდე დოქტორანტმა მამა გიორგი ვაშალომიძემ განსაკუთრებული მადლიერება და სიყვარული გამოხატა ახლად შესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მიმართ და პატივი მიაგო მის განუზომელ ღვაწლს სასულიერო განათლების აღორძინების თვალსაზრისით. ამასთანავე მადლობა გადაუხადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზუიადაძეს, ვისი დიდი ძალისხმევისა და დაუღალავი შრომის შედეგია, რომ დღესაც პატრიარქის მიერ დაარსებული უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის ძლავრი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრი. გაიმართა სამეცნიერო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ სამეცნიერო საბჭოს წევრები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები. ყველამ ერთხმად დაადასტურა ნაშრომის მაღალ აკადემიური დონე, მისი აქტუალობა და პრაქტიკული დანიშნულება, როგორც საეკლესიო, ისე სამეცნიერო თვალსაზრისით. სადისერტაციო საბჭომ ნაშრომი მაღალი ქულით შეაფასა და მღვდელ გიორგი ვაშალომიძეს ერთხმად მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მე მომეწონა მამა გიორგის ნაშრომი და მიმაჩნია, რომ წიგნადაც უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ ისეთ საკითხები იყო განხილული ამ სადისერტაციო ნაშრომში, რომ მე ვფიქრობ, რომ ქრისტიანულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს საქართველოში ეს საკითხები უფრო ღრმად არის ახსნილი ძალიან ბევრ რამ, რაც ხატებს ეხება, ზოგადად ხატების ღვთისმეტყველება და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ, ეს ნაშრომი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ნაშრომი, რომელიც იმსახურებს, ესე იგი, წიგნად გამოცემას და ფართო გავრცელებას. ზოგადად მოცემულია ისტორია ხატმე ბრძოლეობასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ხატი ზოგადად ახსნილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ახსნა ესეთი აკადემიურად მოხდეს. მეორე გარდა ამისა, რაც მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ხატს თავისი ღვთისმეტყველება ახლავს და სახარების განმარტება ხანდახან ხდება არა სიტყვით, არამედ ხატებით.
და ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ხატის შესახებ, რას ნიშნავს ხატი, იმის კარგად ახსნა აკადემიურად და უფრო ასე იგი წყაროებზე დაყრდნობით და შემდეგ უკვე ამ ხატების შესახებ აი რაც მან გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხატების ახსნა საღვთისმეტყველო კუთხით და ამავე დროს აი როდესაც შეუძლებელია რომ ტექსტურა წაიკითხა თქვა იყოს სიტუაცია ან ვინმე არის ვისაც არ შეუძლია რომ წაიკითხოს ხატებით ხდებოდა იმ ესე იგი ღვთისმეტყველების გავრცელება იმ დროში და ამის შესახებაზე ძალიან საინტერესო ასეთი მოსაზრებები და ზოგადად კვლევა ძალიან საინტერესო იყო. მე ვიტყოდი რომ სასულიერო აკადემია თავის განვითარების ახალ სტადიაზე გადადის კიდევ უფრო, იმიტომ რომ ეს დისერტაციების დაცვა, ეხლა ეს ფეხს იდგავს, ასე ვთქვათ, ეს პროცესი და ძალიან ისეთი შთამბეჭდავი და კარგია და მამო გიორგის დიდი დამსახურება ზვიადაძის პროტოპრესვიტერის ეს ყველაფერი და უწმინდეს მადლობა რომ ზოგადად სულ ყველაფერი ეს დაარსა და მადლობა ყველას ვინც ამ ასე იგი ამ იდეის განხორციელებაში აი მოღვაწეობს დაწყებული რექტორიდან დამთავრებული კომისიის წევრებით, ლექტორებით და თვითონ სტუდენტებით ყველა რა ვიცი ყველა მონაწილეობს ამ პროცესში რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკლესიისთვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის 59 წლიანი მოღვაწეობის ერთ-ერთი ნათელი ფურცელი გახლავთ დღევანდელი დღე. მის მიერ დაარსებული თბილისის სასულიერო აკადემია დღეს წარმოჩინდა საოცარი წინვალებით, დაცული იქნა დისერტაცია ხელოვნებაცოდნეობის მიმართულებით. ეს გახლავთ უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან სასულიერო აკადემიაში დოგმატიკის, პატრისტიკის მიმართულებით დაცულ დისერტაციებს ამშვენებს დღევანდელი დისერტაცია, რომელიც გახლავთ იკონოგრაფიული მოვლენების სახარებისეული კითხვისიდან და მამა გიორგი ვაშალომიძემ შესანიშნავად გაართვა ამას თავი. ეს არის გამარჯვება თბილისის სასულიერო აკადემიის, ეს არის გამარჯვება მისი რექტორის უდიდესი ესე იგი ძალისხმევა პედაგოგიური კოლექტივის. ულოცავ ყველას ამ უზურპასეს დღეს. დღეს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა რიგით მეხუთე სადისერტაციო ნაშრომის დაცვა. ნაშრომი გამოირჩევა ძალიან ბევრი ღირსებით, თუმცა ყველაზე დიდი ღირსება მისი ისაა, ვფიქრობთ, რომ მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ განიხილა ქართული ხატმეტყველება შესაბამის საღვთისმეტყველო ლიტერატურაზე დაყრდნობით და გაავლო პარალელები კონკრეტული ხატის ამა თუ იმ დეტალსა და წმინდა წერილის მუხლს ან შესაბამის ეგზეგეზას შორის. მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ ძალიან ბევრი ეტაპი გაიარა იქამდე, სანამ დაიცავდა მის სადისერტაციო ნაშრომს და ძალიან დიდი შრომა გასწია. მინდა გულითადად მიულოცო მას ეს წარმატება და უსურვო ღვთისწყალობა და შემდგომი ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობა. მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ შემოგთავაზა ერთობ საინტერესო საყურადღებო ნაშრომი, სადისერტაციო ნაშრომი ეხება ქრისტიანული მოვლენების, კერძოდ სახარებისეული მოვლენების იკონოგრაფიას. წარმოჩენილია მისი გენეზისი ამონიგრაფიული მდგომარეობისა, იკონოგრაფიული ხედვისა, დამუშავებულია დიდძალი სოლიდური ლიტერატურა, გათვალისწინებულია ყველა ის ნიუანსობრივი სხვაობა, რაც შეიტანა ქრისტიანულ ხელოვნებაში, თქვათ, გარკვეულმა სხვადასხვა ეპოქამ და თორემ როგორც აღნიშნეთ, საყურადღებო ხედვა გახლავთ დოქტორანტისა. ჩვენ ულოცავთ, რა თქმა უნდა, მღვდელს გიორგი ვაშალომიძეს შესაბამის წარმატებას, შესაბამის წინსვლას და უსურვებთ, რა თქმა უნდა, მორიგ წინსვლებს და წარმატებებს. წარმატებით ჩაიარა დღევანდელმა სადოქტორო დაცვამ მღვდელ გიორგი ვაშალომიძისა. მისი სადოქტორო თემა გახლავთ ბიბლიისტიკის მიმართულების, რომელსაც ეწოდება სახარებისეულ მოვლენათა საღვთისმეტყველო და სახისმეტყველებითი ასპექტები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დოქტორანტმა ძალიან დიდი შრომა ჩადო ამ თავის თემაში, უამრავი წყაროა მოხმობილი ძველი ქართული წყაროებიდან, ეგზეგეტიკური
ძველი ფრესკები, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ეკლესიის კუთხეშია დაცული, აი მათი განმარტება მოახდინა დოქტორანტმა. მადლობა მას ამ დიდი შრომისათვის და კიდევ და კიდევ მიულოცავ ამ უდიდეს დღეს მის ცხოვრებაში. დღეს ძალიან კარგი დღე იყო, მნიშვნელოვანი დღე იყო, მით უმეტეს მე როგორც ხელოვნებად ვცოდნე, განსაკუთრებით ვაფასებ იმას, რომ მღვდელმსახური, მღვდელი და თეოლოგიის მცოდნე, აი ასეთ ერთობაში განიხილავს გამოსახულებას და მის საღვთისმეტყველო შინაარსს. ეს რა თქმა უნდა, ასე უნდა იყოს ყოველთვის. მე ვასწავლიდი მას თავის დროზე და მიხარია რომ ამ ჩვენს სწავლებას უკმად არ ჩააუვლია. კარგი დისერტაცია გამოვიდა ძალიან, განსაკუთრებით მე ახაც გავუსვი ხაზი, რომ იქ არის მკაფიოდ აგებული და სწორად შეფასებული. ეს არის თემა, რომელსაც საზღვარი არ აქვს, იმდენად ღრმა არის, იმდენად მრავალმხრივია, იმდენად მრავალ ადამიანს თუ მოღვაწეს აქვს გამოთქმული აზრი თუ სხვა რამ და მე მგონია რომ მამა გიორგი ვაშალომიძემ მოახერხა ის რომ მთავარი აქცენტები გაეკეთებინა. იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ეს შეიძლება უსასრულოდ განვითარდეს და განავითარო ყველა ეს თემა. კარგად აგებული დისერტაცია არის, ძალიან ღრმად გაგებულია ეს მოვლენები და ჩემს როგორც ხელოვნებაცოდნისთვის ძალიან სასიხარულო არის, რომ ასეთი სერიოზული ნაშრომი გამოვიდა, სადაც ორივე ეს მხარე, როგორც ჩვენი ასე ვთქვათ, მხატვრულ სახელოვნებაცოდნეო და საღვთისმეტყველო აი თანაბრად არის წარმოჩენილი, რომ აი აქაც თქვი და ვიმეორე, ბასილი დიდი ამბობდა, გამოსახულება ხატი არის ქადაგება, ფერები და ხაზები. აქ ფერები და ხაზებიც იყო და ქადაგებაც იყო. ასე ვთქვათ, ორივე ეს ასპექტი ეკლესიის არსებობისა და ეკლესიის მოღვაწეობისა იყო წარმოდგენილი. მე მგონი ეს დიდი მიღწევა არის და მისალოცია ყველა, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. ნაშრომში წარმოჩენილია ღვთისმეტყველებისა და იკონოგრაფიის კავშირი და იკონოგრაფია წარმოჩენილია როგორც თეოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, ერთ-ერთი დარგი. ჩვენ საგანგებოდ ვამახვილებთ ყურადღებას ქართულ ხატმეტყველებაზე, კერძოდ სახარებისეული მოვლენის ამსახველ ხატმეტყველებაზე, რომელიც არაერთ საგულისხმო საღვთისმეტყველო ასპექტს შეიცავს. ამავდროულად თემაში წარმოჩენილია იკონოგრაფიის კავშირი ღვთისმეტყველების სხვადასხვა დარგებთან, სხვადასხვა დარგთან, დოგმატურ ღვთისმეტყველებასთან, განსაკუთრებით ლიტურგიკასთან, ჰიმნოგრაფიასთან, საეკლესიო საკითხავებთან, ჰაგიოგრაფიასთან და ასე შემდეგ. აღნიშნული თემის მომზადებაში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია ჩვენი სადისერტაციო თემის ხელმძღვანელმა, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, დეკანოზმა მიქაელ გალდამავ, ვისაც სურს რომ მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ. ამავდროულად უნდა აღვნიშნოთ ოპონენტების ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დახმარება, კერძოდ ჩვენი ოპონენტები გახლავთ თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, დეკანოზი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ბიძინა გუნია და თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი იოანე ბონდარენკო. რასაკვირველია, ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუძღვნით საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პროტოპრესვიტერს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის რექტორს გიორგი ზვიადაძეს, რომლის უშუალო ინიციატივითაც დაფუძდა ჩვენ სასწავლებელში დოქტორანტურის მიმართულება და ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ აქ საქართველოში დავიცვათ ხარისხი ღვთისმეტყველებაში. და რასაკვირველია, უპირველეს და უმთავრეს ყოვლისა, გამოვხატავთ უდიდეს მოწიწებას და მადლიერებას გარდაცვლილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მიმართ, რომელმაც დააფუძდა ეს სასწავლებელი. ჯერ კიდევ მცხეთაში იყო მისი რექტორი 1965 წელს, შემდგომ უკვე თბილისში 1999 წლიდან და მისი უწმინდესობის ღვაწლი
როგორც საქართველოს ეკლესიის სხვა და საქართველოს ეკლესიის ასე ვთქვათ სხვა მიმართულებებისთან მიმართებაშიც განათლების სფეროშიც რა თქმა უნდა განუზომელია და თუ შეიძლება ითქვას რომ უწმიდესის დამსახურებაა რომ დღეს სასულიერო აკადემია და სემინარია ესეთ მაღალ დონეზე ფუნქციონირებს.